გლობალურ ბიზნეს ამებზეც ვისაუბროთ და ამ შემთხვევაშიც ირანში მიმდინარე ომი არის ერთ-ერთი წამყვანი სხვადასხვა მიმართულებით ომის მიმდინარეობის და ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად Goldman Sachs აქვეყნებს მონაცემებს და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამერიკული S&P 500 ინდექსი წლიური პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საინვესტიციო ბანკში მოელია, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ინდექსის მაჩვენებელი იქნება 7600-იან ნიშნულზე, რაც დღევანდელ მონაცემთან შედარებით ნიშნავს დაახლოებით 15%-იან ზრდას. Goldman-ის ოპტიმისტური ხედვა კორპორაციული მოგების სტაბილურ ზრდას, ასევე ტექნოლოგიური სექტორის დომინაციას და ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას ეფუძნება. ბანკის სტრატეგიების განმარტებით ამერიკული ბიზნესი ამჟამად არის ძალიან ძლიერი და მას შეუძლია, რომ ნებისმიერი კრიზისი გადალახოს, იქნება ეს ენერგეტიკული კრიზისი თუ სხვა ტიპის კრიზისი. სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ S&P 500 უნდა გაიზარდოს და მას არანაირი რისკები არ აქვს და არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს შიში ინფლაციის დაჩქარების და მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესების, Goldman Sachs ანალიტიკოსები და დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ამერიკული ეკონომიკის მდგრადობა ამ რისკებს გადაწონის და შესაბამისად წამყვანი კომპანიები მაინც რეკორდული შედეგების დაფიქსირებას მოახერხებენ. ზრდის ტენდენციაში სულ უფრო მეტად ერთვებიან სხვა სექტორებიც, გარდა ტექნოლოგიურისა, რომელიც რა თქმა უნდა არის წამყვანი ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში და საშუალო ზომის ბიზნესიც აი ამ ზრდის დინამიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც ბაზრის დივერსიფიკაციასა და მის გაჯანსაღებაზე მეტყველებს. მოკლედ ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური პროგნოზებია. ოქროს გაუფასურების პარალელურად საფონდო ბირჟების მიმართულებით, S&P 500 მიმართულებით პროგნოზები პოზიტიურია. S&P 500-ში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემავალი კომპანია, ეს არის Meta. Top 5-ში იმყოფება იგი თავისი მოცულობით და მნიშვნელობით და Meta ძალიან მასშტაბურ რეორგანიზაციას აანონსებს. შეიძლება ცოტა ისე გული გაგისხდეთ ისეთი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ შეგეშინდებათ, მოკლედ Meta აპირებს თანამშრომლობის 20%-ის გაშვებას. ჩვეულებრივმა კომპანიამ რო თქოს 20%-ს უშვებთო, გვეგონება რომ კომპანია კოტრდება, მაგრამ Meta-ს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის საქმე, მოკლედ ისინი აპირებენ 16000 ძალიან მაღალ კვალიფიციური IT სპეციალისტი გაუშვან სამსახურიდან, რადგანაც მათ უკვე ეს ადამიანები აღარ სჭირდებათ. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი დანერგეს და როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, საქმის უდიდეს ნაწილს აკეთებს უკვე AI აგენტი, შესაბამისად იქ IT დეველოპერის ყოფნა უკვე საჭირო აღარ არის. თუ ადრე იყო საჭირო რაღაცა დიდი გუნდი იმისათვის, რომ პროექტი განხორციელებულიყო და ამ გუნდს სჭირდებოდა პროექტის დასრულებლად რამდენიმე თვე და რამდენიმე მილიონი $, ახლა უკვე იგივე საქმეს აკეთებს ერთი ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი დეველოპერი AI აგენტის დახმარებით, პოტენციურად რამდენიმე დღეში. დარს რამდენიმე თვეში და მას უხდიან უბრალოდ იმ დღის შესაბამის ანაზღაურებას და ამით კომპანია ახერხებს ძალიან დიდი რესურსების დასუყვას. აი ამ ყველაფრის ფონზე Meta იმასაც ამბობს, რომ ისინი ეტაპობრივად აპირებენ ესეთ თანამშრომლების გაცხლევას, იქამდე სანამ უკვე ოპტიმიზაციის მაჩვენებელი არ იქნება 90%, ანუ Meta-ს თანამშრომლების 90% უბრალოდ დატოვებს კომპანიას, ბოლოს დარჩება რაღაც Zuckerberg-ი, მენეჯერები, მისი მრჩეველები, რაღაც აი 100-კაციანი გუნდი წარმოვიდგინოთ მაგალითად და შემდეგ უკვე ქვევით AI აგენტები, რომლებიც შეასრულებენ ყველა სხვა საქმეს, რაც არ არის დაკავშირებული რაღაც სტრატეგიულ ხედვასთან და კომპანიის განვითარებასთან. ასეთი რაღაც დისტოპიური მომავალი გველოდება წინ, იგივე გზას მიყვება Amazon-ი, Microsoft-ი და ლამის ყველა სხვა კომპანია. Meta შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები სავარაუდოდ სამსახურის გარეშე არ დარჩებიან. არავითარ შემთხვევაში. როდესაც Meta-ში მუშაობის გამოცდილება გაქვს, ნებისმიერი მცირე საშუალო კომპანია ყველა აგიყვანს. სიამოვნებით აიყვანს ამ ადამიანებს და შეიძლება რომ ანაზღაურების ნაწილშიც მოლაპარაკებები მათთან უფრო კომფორტული იყოს საშუალო კომპანიებისთვის. ასე მნიშვნელოვანია რომ როცა ისინი Meta-ს დატოვებენ, ისინი კარგ კომპენსაციას მიიღებენ, მოცემადებელი. ჩვენ არ გვაქვს განსხვავებით საქართველოში არსებული ბიზნესებისგან, რომელიც შესაძლოა ნაკლები ანაზღაურებით უშვებენ ადამიანებს ამ მსხვერპლიდან. მოკლედ Honda-ს ამბებიც უნდა მიმოვიხილოთ. Honda ამ შემთხვევაში ელექტრომობილების სტრატეგიას აჩერებს. შეგვიძლია ასე ვთქვათ, პრინციპში აღიარებენ დაახლოებით 15 მილიარდიან ზარალს, რომელსაც ისინი ნახავდნენ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომობილების და ელექტროფიცირების სტრატეგია ისე გაგრძელდებოდა, როგორც მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ. 0 სერიის ასეთი სერია ჰქონდა Honda-ს და ფუტურისტული მოდელების გამოშვებას გეგმავდნენ, რომელიც რაღაცა
მაუსს ყავდა რაღაც გეიმინგ მაუსს. ვარსკვლავური ომების მანქანები უფრო იყო, ვიდრე რეალობა, თუმცა Honda-ში ფიქრობენ, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფებიდან გამომდინარე, Honda-ს არ აქვს იმის უფუნება, რომ ელექტროფიცირების გეგმები განახორციელოს, ამიტომ ისინი კონცენტრაციას მოახდენენ ჰიბრიდიზაციაზე. დღეს ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად და ამიტომ Honda ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ისინი ბევრად კონკურენტ უნარიანები იქნებიან, რადგან ელექტროფიცირების კუთხით ისინი ჩამორჩნენ ბევრ მათ შორის შეიძლება სტარტაპსაც ტექნოლოგიურად და განვითარების კუთხით, ამიტომ ამ ნაწილში კონკურენციის შესვლას აღარ გეგმავენ. ასევე გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ტოპ მენეჯმენტმა და მანაც მათ შორის 20-30%-ით ხელფასების შემცირება გადაწყვიტეს და ამით კომპანიას დაეხმარებიან მომავალი სტრატეგიების განხორციელებაში. ხო, ჯობს აღიარო რაღაც ეტაპზე, არ გამოგივიდა და აირჩიო ახალი გზა, რომელზეც წარმატებები მინდა უსურო Honda-ს, რომელიც საკმაოდ ტრადიციული ღირსეული კომპანიაა, იაპონური კომპანიაა. ღირსეული ბრენდია გლობალურ ავტოინდუსტრიაში.